ბედნიერი დედა სასიამოვნოა შვილებისთვის. ბედნიერი რაღაც შვილი, ოჯახის წევრი სასიამოვნოა იმ ოჯახის წევრებისთვის. ანუ თქვენთვის არის კარგი, აი ვცდილობ ხოლმე რომ ეგ აუხსნა რა. ბედნიერი პარტნიორი ხო? ბედნიერი დედა ახსენე, ბედნიერი პარტნიორი ახსენე და ხშირად არის ხოლმე შაბლონი, რომ კარგი ბჭყალებში დედა და რაღაც კარგი პარტნიორი არის, ვინც 24 საათი რაღაცა ქურასთან დგას მხოლოდ და ამას აკეთებს. ან ნებისმიერ აქტივობას აკეთებს, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. და ხშირად არის ხოლმე რომ არ ესმით ადამიანებს, თუნდაც ხანდახან შვილებსაც აქვთ ეს მომენტი, განსაკუთრებით მოზარდობაში, რომ ყველაფერი ისევ მე უნდა გამიკეთდეს, მე უნდა ვიყო ცენტრში როგორც შვილი. და თითქოს დედას საჭიროებები არ უნდა ოღონდ ეგ ჩვენი დანაშაულია. შვილს თუ ეგ მოთხოვნილება აქვს, ჩემი პრობლემაა და მამის, ხო? იმიტომ რომ ეგრე ვასწავლე და ეგრე გავზარდე. მაგალითად მე 90-იან წლებში ვარ თან გაზრდილი, როცა ძალიან გაჭირვება იყო ძალიან, ანუ ერთი შოკოლადი, სნიკერსი, ბედნიერი ვიყავი და ჩემ ოჯახში იყო ეგ დამოკიდებულება, რომ ყველა დედის ერთა ვარ თან. და აი ანას ჩვენ არა. და არ არის სწორი. როგორ გადავახე ეს? რომ აი ყველაფრის ცენტრი არ გამოხვედი შენ. შეიძლება ვერ გადავლახე რაღაც მომენტში. სამყარო რომ შენს გარეშე უნდა ბრუნავდეს, რო გინდა და მე რო ხვდები, რომ აი, ვაიცადე რა, ვიხარ. მე მაგასთან შეხება.